დაბა ქედის მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 260,000 ლარი გამოიყო. ბაღი 75 ბავშვია გათვლილი და 3 ჯგუფი იფუნქციონირებს. სამუშაოები ქედის გამგებელმა დაათვალიერა. დავით დუმბაძე სხვა კეთილმოწყობით სამუშაოებსაც გაეცნო. რუსთაველის აღმაშენებლის აბუსერიძისა და გოგებაშვილის ქუჩებზე საყრდენი კედლების ჩამოსხმისთვის და დაბაში მოსაცდელის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 132,000 ლარი გამოიყო. სამუშაოების სპეციალურმა კომისიამ უკვე ჩაიბარა. პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები. საერთო ჯამში ყველა პროექტისთვის 1,494,700 ლარი გამოიყო. გამოცხადებული იყო ტენდერი, გავიმარჯვე 132,000 ლარის ღირებულების სამუშაოები. 5 ობიექტი შედიოდა: კედლების ჩამოსხმა და ავტოსადგურის მოწყობა. კომისიამ მიიღო კომისიურად შესწავლილია და ჩაბარებული იქნა და ამ ეტაპისათვის დასრულებული მაქვს სამუშაოები. ამ შენობაში ახალ წელს შეხვდებიან 75 აღსაზრდელი, რაც საშუალებას მოგცემს, რომ გადატვირთული აღსაზრდელების და გადატვირთული პირველი ბაგაბაღი განთავისუფლდეს და ნორმალურად მოხდეს ბავშვების სკოლამდე მომზადება. დაახლოებით კი არა ზუსტად ამ ბაღის რეაბილიტაცია ჯდება 260,000 ლარი. მონაწილეობას სამუშაოებში ღებულობს 18 ადგილობრივი